დღეს ვიღებთ ჩემი მაყურებლის საყვარელ კონტენტს YouTube აუქციონის ახალ ეპიზოდს, სადაც ნიკა, კატო, დათუნა, ხათო და ბენი ეცდებიან, რომ ყველაზე დიდძალი ქონება დააგროვონ. მათ შორის გამარჯვებული კი მიიღებს 500 ლარს. ამ ყველაფრისთვის პირველ რიგში უღრმესი მადლობა ჩემს გენერალურ სპონსორსა და წარმდგენს ამბასადორ ბეთს და რა თქმა უნდა მადლობა კრედო ბანკს გვერდში დგომისთვის. მეგობრებო, სანამ თქვენ აი ამ ულამაზეს და უგემრიელ სასმელს სომერსპის დააგემოვნებთ და მეტყვით რომ აუ ლაშა როგორი გემრიელი სასმელი ყოფილაო, მე მანამდე შეგახსენებთ. აუ ლაშა როგორი გემრიელი სასმელი ყოფილა? აუ რა მაგარი რაღაც ყოფილა ეს. მე მანამდე შეგახსენებთ რომ თითოეულ თქვენგანს გექნებათ ვირტუალური 3-3000 ლარი, რომლის დახმარებითაც თქვენი მიზანია რომ შეიძინოთ რაც შეიძლება მეტი და ძვირად ღირებული ლოტები. თუ მზად ხართ, შეგვიძლია დავიწყოთ. მაშინ სტუდიაში ვითხოვ პირველი ლოტი რომ გამოჩნდეს და რომელიც გახლავთ კარები ფილმიდან ტიტანიკი. ეს არის ტიტანიკში რომელი კარებიც იყო გამოყენებული, სადაც როუზი კომფორტულად იყო წამოწოლილი და ჯეკი არ ამოუშვა კარებზე, ზუსტად ეგ კარებია, მეგობრებო. ვინ გახდება ამ ლოტის მფლობელი, ახლა ცოტა ხანში გავიგებთ. პირველ 100 ლარს ველოდები. 100 ლარი. არა, პირველი 100 ნიკამ 100 ლარი, 200 ლარი მივიღეთ, 300 ლარი. 300 მივიღეთ, 400 ლარი. 400 მივიღეთ, ვახარჯინებ ფულს. 400 ლარი ჯერჯერობით. ვინ გადაიხდის მეგობრებო ამ ლეგენდარულ კარებში? 500 ლარი. საფაშენი იყოს. კარგად იყავ. კარგად იყავ. 500 ლარი 1, 500 ლარი 2 დაწყი. და 500 ლარი 3. გაყიდული. დათუნა ამ კარებს მე კი გაგატანთ. თუმცა თქვენ იმდენად მე დარწმუნებული ვარ თქვენ ამოუშვებდით ჯეკს და გადაარჩენით იმ ამოვიყვანდი. სუსტი ბიჭი იყო. მე მგონია რომ 500 ლარად პირველი ლოტი ძალიან კარგი შენაძენია. თუ გავითვალისწინებთ ჩემო დათუნა იმას, რომ ამ კარების ღირებულება გახლავთ 750,750 დოლარი. მე ვიგრძენი. მე ხილვა მქონდა რომ უნდა მეყიდო. თუმცა ეს ჯერ არ ვიცით, რამდენად მაღალი ან დაბალი ფასი, იმიტომ რომ შეიძლება სხვა ლოტები რაღაცა 5 მილიონი იყიდეს. არ ვიცი, წარმოდგენა არ გვაქვს. მეორე ლოტი, მეგობრებო, ეს არის ტური კოსმოსში. მღელვარე მულტიმილიონერებისთვის ეგზოტიკური დასასვენებელი ადგილები სულ უფრო და უფრო მეტად ფართოვდება. სწორედ ამიტომ Virgin Galactic-მა ესეთი სერვისი გამოიყენა, რომელიც გაძლევთ საშუალებას, რომ დედამიწის საზღვრები დატოვოთ და დაატკბეთ აი ამ ულამაზესი ხედებით. 100 ლარი. 100 ლარს მივიღებ მე თავიდან, 200, 300 ლარი ხათოსგან, 400. 400 ლარი. მე გეტყვით რომ ეს მოგზაურობა არის ზღვის დონიდან 55 მილზე. მოდი 500. 500 ლარი მიღებულია. ეს არის ეს ადამიანი ვინც ეს სერვისი გამოიგონა. ეს ხო ისა კეტი პერიო დაფრინავდა ეს. არა, ეს არის Virgin Galactic-ის მიერ შექმნილი. აი ამ სერვისს იყენებენ საკმაოდ შეძლებული ადამიანები. 501, 502 და 503. გაყიდულია. ბიჭო, მე მგონია რომ მილიონი ღირს რა. და რატო არ გახვედით მე? ბიჭო, აი ვერ მივდივარ. ბეზოსის ვიცი რომ მე მგონი მილიონი ღირს. და ეს Virgin Galactic Virgin-ები შორს ჩემგან ძმაო. დათუნა ფიქრობ ძალიან იაფს, ხო? ძალიან იაფია, ანუ ჩემთვის მიუღებელია. და ჩვენი კოსმოსში მოგზაურობა ღირს მეგობრებო 450,000 დოლარი. Not bad. Not bad, მაგრამ პროპორციით დათუნას უკეთესი ლოტი შეხვდა. დათუნას კარმა აჯობა კოსმოსში. მე ხომ გითხარ ინტუიცია მაქვს იდეალური. მესამე ლოტი მეგობრებო სტუდიაში თუ შეიძლება, რომელიც გახლავთ ქალაქი. ეს არის მეგობრებო ვაიომინგის შტატში და აღიარებული როგორც ყველაზე პატარა ერის ქალაქად წოდებული, სადაც მხოლოდ ერთი მოსახლეა. ანუ ამ ქალაქში ცხოვრობდა მხოლოდ ერთი მოსახლე და ეს მოსახლე მეგობრებო 100 ლარი. მე განახე 100 ლარი მიღებულია, 10 ჰექტარს მოიცავს ეს ქალაქი. ამ ქალაქში განთავსებულია მაღაზიები, ბენზინგასამართი სადგური და მოდულური სახლი. ეს ერთადერთი მაცხოვრებელი მეგობრებო გახლავთ დონ სამოსი, რომელიც იყო მეზოვეც, გამყიდველიც და ქალაქის მერიც. თავის პატრონი. დიახ. თუმცა რომელიც 1992 წელს შეიძინა, მაგრამ მერე გაყიდა. ეხლა თქვენ შეგიძლიათ რომ გახდეთ ამ ქალაქის მფლობელი. 200. 200. დიდი პრობლემა 300, 400. 400, 500. წარმოიდგინეთ ამ ქალაქს ყიდულობთ და ბატონიც თქვენ ხართ, მოსამსახურე 600, ყველანი თქვენ ხართ რა, როგორც ეს კაცი იყო. 700. 700, 701.
არა, შანსი არა. 702 და 700 ხელს ვერ ხედავ 3. ვალებში არის ეს კაცი მაგ ქალაქით. ნიკოლოზ, თქვენ განკარგულებში იქნება მაღაზიებიც, ბენზინ გასამართი სადგურიც და მერობას შეითავსებთ, გამყიდველი იქნებით თუ უბრალოდ სახში დაგიზებით კომფორტულად? აი, სადაც მომინდება, ეხა ერთი კაცი ვიქნები, მინდი აბა. არ ვიცი, მე ვერ შეგედავებით, რომ $900,000-იანი ლოტი შეიძინეთ თქვენ. გილოცავთ 700 ლარად, შვენიერი ლოტია. თუმცა ცოტა მეტი გადაიხადა, მაგრამ ძალიან კარგი ფასია. უნახავში დავიგინდა? 400 ლარზე, გიდა 400 ლარზე. 400 ლარზე? ხო. 300-ზე. 300-ზე, მოდი და რომელი დაარტყავს პირდაპირ 300. შემდეგზე. ჯეირანი. აი მე ვარტყავ 300 ეგრევე უნახავში. ჯეირანში წაგებული ბენი იხდის უნახავ ლოტში 300 ლარს. მიღებულია თქვენი ბიდი და მე ძალიან საინტერესო ლოტი შემოვიტან. ისეთი ნივთია, რომელიც ყველას აქვს. ეს არის 350 ბრილიანტით გაწყობილ ფრჩხილების საკვნეთს ეგრეთ წოდებულ კუსაჭკას უყურებთ ეხლა თქვენ. ნახოთ ეხლა ვინმე გადაურტყავს თუ არა ბენის 400 ლარს, ვინც გაიგლამაზებს თავის ფრჩხილებს აი ამ ბრილიანტის კუსაჭკით. 350 ბრილიანტია გამოყენებული ამ 400. დაო. 500. 500? 600. ვის აქვს ფრჩხილები დასაჭრელი ხა გამოსდა? დასაჭრელი მაქვს ფრჩხილები. 700. 700. ბენ შენ 800. 900. 900. კარგად იხავი. ვის უფრო გძელი ჭრეს? 1000. 1001, 1002 კატო და 1003. გაყიდული. ჩვენი კუსაჭკა მეგობრებო ღირს 80,000. $1 მილიონი, იმიტომ რომ არ მომიტყვებია მილიონზე მეტი არის, თუმცა მილიონია მისი ფასი. 1500 ლარი ნახევარ კი გახარჯე, თუმცა ამ ნახევარში მე გეტყვი რომ საკმაოდ ადეკვატური ქონება მოაგრო. 1,700,000 აცდივ. შემდეგი ლოტი მეგობრებო, გახლავთ კრიშტიანუ რონალდუს ხელფასი, 100 ლარი. მაგრამ 100 ლარი მიღებულია ძილის დროს. 200 ლარი 300 ლარი, ჯერ არ ამიღწერია, 400 ლარი. იქნებ რა არის? დღის განმავლობაში ძინავს კრიშტიანუს 7.5 საათი. ეს არის ვიკენდზე, ანუ 15 საათიანი ხელფასი ძილის, აი წამ რო გძინავს და ვიღაცა ფულს რო გიხდის. 500. 500 ლარი, 600 ლარი, 700. 700 ლარი მიღებულია. ახლანდელ რონალდუს ხელფასზე? ახლანდელ ბოლო დროინდელ რონალდუს 800 დავაი. 800 ვეღარ გადამიჯოկრავს, დავაი. 802 და 800 3. გადამირთყი დროზე. გაყიდული. ახლანდელი რონალდუს ხელფასი გახლავთ წელიწადში 400 მილიონი. 15 საათი ჯამში ვიკენდზე, რომელიც გახლავთ $685,000. ვერ ვიტყოდი რომ იდეალური, მაგრამ არ ძალიან ცუდი შენაძენია ბენი. მე-6 ლოტი ამას მივყიდო. არის დევიდ ოსკარსონის მოოქროვილი კალამი. პატარა ინფორმაციას მოგაწვით. ეს არ არის უბრალოდ საწერი ინსტრუმენტი, ეს გახლავთ უძველესი სიმბოლიზმისა და თანამედროვე ხელოსნობის განსაცვიფრებელი სიმფონია, რომელიც ეკუთვნის დევიდ ოსკარსონს. დიზაინზე გამოსახული არის 3 დიდებული ზღვის კუ, რომელიც მარჯნის რიფში მიცურავენ და ყველა დეტალი ხელით არის დამუშავებული და აგრეთვე დაფარულია მდიდრული მინანქრის სტილობით. რა თქმა უნდა, თან პლუს არის მოოქროვილი. 100. 100 ლარს მივიღებ. ვინა? 200 ლარს მივიღებ თუ 300 ლარს მივიღებ, თუმცა დავამატებ, რომ ეს კალამი ამშვენებდა მაჰაგონის მაგიდებს და ხელს აწერდა მილიარდობით $-ის კონტრაქტებს. სწორედ ამიტომ უნდა აღმოჩნდეს იმ ადამიანის ხელში, ვინც აფასებს მუდმივობის ძალას, მეგობრებო. 400. 401, 500. გამოყო ბიჭო? არა. 501. 600. გამატარი. აუ, ბიჭო, გამატარი. 601. ეს არის ჩვენი მეორე ფოტო და მესამე ფოტოც არის, მეგობრებო. 701. 702. 800. 801. დავაი, დამირთ, გადამირთ. 802 და 803. გაყიდული 800 ლარად შეიძინა ჩვენმა ბენიმ ესეთი იდეალური დევიდ ოსკარსონის მიერ მოოქროვილი ხელით ნაკვეთი კალამი. 700,000 ეღირება. 695. ბენი ჯიგარი. ბიჭო, მე შენზე ვიმავშებოდი რომ გადაგერტყატო, რა ჩემპეხებად მინდა. ეგრევე იმავსქენი, თავში ვირტყი ხელები, რა თქმა უნდა ეს პასტა ვაფშე არ მომწონს. ლოტი ნომერ 7 სტუდიაში თუ შეიძლება
რომელიც გახლავთ კენი ვესტის და კიმ კარდაშიანის მოოქროვილი უნიტაზი. მეგობრებო, შეძენი შემთხვევაში ეს მოოქროვილი უნიტაზი პირდაპირ კენი ვესტის სახლიდან გადმოინაცვლებს თქვენს ფეშენებელურ ბინაში. ვნახოთ, ვის ბინას გაუზდის საფასურს ჩვენი კენი ვესტი და 100 ლარი მიღებული. 200 ლარი. 200 კატომ დაგასრო, 300 ნიკამ დაგასრო, 400 იჭერი. 400 ხატომ დაგასრო. 500. მეგობრებო, სხვა ფოტოსაც განახებთ, მაინც შეგახედებთ უკეთესად რომ შეგახებთ. 600. 600, 700. 700. აი როგორ მიყვარს ეს რიცხვი 800 დავა 800 ელოდებოდა 800 და 900. ჩემი ძმა ვა ხა კიმ კარდაშიანი იჯდა რო იცოდი მაგაზე ნიკას და ბენი შორის მიდის ძალიან სერიოზული იდები. 901, 902 ბაჩოკირისია, ბაჩოკი. და 900. სამი გაყიდულია. თქვენი ეს დრაღის. 900 მილიონი 500,000. 900 მილიონში 900 ლარი უკვე მოცემულობიდან გამომდინარე საკმაოდ დიდი გადახდილი თანხა. ზედმეტიც არის რა. მაგრამ არ ვიცი რა პროპორცია იქნება 750,000 დოლარის შემთხვევაში, მეგობრებო. ნამდვილად არ არის ცუდი ლოტი. როდის ჩამოდის? ჩასუნო თუ რა ჭახტე იბანავო ფუ შენი რებს ვეგულობ შემდეგი ლოტი, მეგობრებო, გახლავთ ოქროს პერანგი. ეს არის 22 კარატიანი 14,000 ოქროს ნაჭრისგან შემდგარი პერანგი, რომელიც 2013 წელს ინდოელმა ბიზნესმენმა, აი ამ უსიმპატიოსმა ადამიანმა, ჩვენმა ძმამ და მეგობარმა შეიძინა და მე მინდა გითხრათ, რომ ეს ექსტრავაგანტული პერანგი 15 ხელოსნის მიერ მზადდებოდა 16 დღის განმავლობაში. მაგრამ უნიტაზზე ცოტა ოქრო აქვს. 100 ლარი მიღებულია. რამდენი გრამია? 200, 300 ხათოს, 300 ხატოს 400 კატო. 400. სხვა ფოტოსაც გაჩვენებთ, მაინც როგორ ბრჭყვიალებს, მეგობრებო. ძალიან ბანძურად გამოიწვია. კი, 400 მეტი არ ღირს ეგ. 401, 500. 15-ვე მუშა ინდოელი იყო? კაპიკებში გაკეთებულა მაშინ არ მინდა არა 501, 502, აი 600. 601, 602 ხათო და 600. ნანება ამაში. სამ გაყიდული ინდოელი ბიზნესმენი სამოსი, რომელიც აი ესე მოისხავს ხოლმე და გაჭირვებული ინდოეთში დადის ხალხი რა ვთქვით. ჯიბრზე რო იქცევა, იმ ხალხს რო ენახება, იმ ხალხს. ეს ჩვენი პერანგი, მეგობრებო, ღირს 240,000 დოლარი. 600 ლარად შეძენილი ოქროს პერანგი. თან ინდოელია და რაღაცნაირად აი ვერ წავედი რა შოე. მეცხრე ლოტზე ვართ, შეგახსენებთ. და ჩვენი მეცხრე ლოტი გახლავთ დავირუსებული ლეპტოპი. თუმცა ამ ლეპტოპს, მეგობრებო, ძალიან საინტერესო ბექგრაუნდი აქვს. ეს ლეპტოპი შეიძლება ყველაზე გამოუსადეგარი ნივთი გგონიათ, რომელიც ყველაზე გამოუსადეგარი ძმაკაც შეიძლება აჩუქოთ. თუმცა მე გეტყვით, რომ ეს ლეპტოპი ციფრულმა არტისტმა გოუ დონგმა შექმნა, რომელსაც სურდა ინტერნეტით საშიში ინფორმაციის გავრცელებაზე ეთქვა თავისი აზრი და განზრახ მან ჩატვირთა ლეპტოპში მსოფლიოში 6 ყველაზე მომაკვდინებელი ვირუსი. აი ამ ლეპტოპს უწოდა ქაოსის მუდმივობა. 500 ლარი. 500 ლარი პირდაპირ ძალიან საინტერესო განაცხადება. 501, ფოტოშოპია ძმაო არავის ხელი არ ჩანს, შესაბამისად 601 ბენი. არ შეიძლება. შენ თუ 700 სიტყვი ამას 800 უწევს, გაიგეთ? 701. ბენი 702, 800. ოპა, 801, 802, 803. ჩემი ინტუიცია 50-50-ია. გაყიდულია. შეჯამება რომ გავაკეთოთ კრისტიანო რონალდოს ხელფას როცა ძინავს ვიკენდზე პასტა რომელიც ღირს 6,995 დოლარი და ვიღაც დევიდ ოსკარსონმა გააკეთა და დავირუსებული ლეპტოპი რომელიც შეიძლება მქონდეს სახლში. დავირუსებული ლეპტოპი, რომელიც 1,300,000 დოლარი ღირს. აი ესენი შემიძლია გავაჩუქო ამათ ჩუქნით არ მინდა ეს
ადამიანმა თავიდან გითხრა ასეთ რაღაც აქ ინტუიციას მიენდეო, ლოგიკას არ მიენდეო. ეს ყველაზე არალოგიკური დანახარჯი იქნებოდა ვაფშე. ჯერჯერობით ყველაზე ძვირად ღირებული ლოტის პატრონი გახდა ბენი და მე მგონი ცოტათი დაკლაჩა კიდეც, იმიტომ რომ 1,300,000-იანი ლოტი შეიძინა სულ რაღაც 800 ლარად და კიდე აქვს დარჩენილი თანხა. ჯერ ხურდებით მე-10 ლოტის დრო არის მეგობრებო გადაცემაში. ხათო შენ 3,000 ლარ ამ 3,000 ლარს ნამდვილად არ ვატანთ, რო იცი ვირტუალური ბიუჯეტი. შემდეგი ლოტი მეგობრებო გაახლავთ ბრიტნი სპირსის საღეჭი რეზი. 100 ლარი. 100 ლარი მივიღე, 200 მივიღე. 300-იც მივიღე. ბიჭო რა, აი რატო გადამიწვით ხალხო? ანუ რა ბიჭო ბრიტნი სპირსი რაღაც ისეთი არეული ცხოვრება აქვს ახლა ამ ეტაპზე რომ ვფიქრობ რომ არ არის ღირებული მის საღეჭირება. ეს არ არის ახლანდელი ბრიტნი სპირსის, ეს არის ბრიტნი სპირსი ჰაიპში რო იყო კონცერტის დროს ბრიტნი სპირს გადმოუვარდა საღეჭი რეზინი. ვიღაცამ დაითრია კონკრეტულმა ადამიანმა და შემდგომ მისი ასე ვთქვათ გამოყენებული საღეჭი რეზინი გაყიდა. ეს გახლავთ უშუალოდ ბრიტნი სპირსის დახეჭილი საღეჭი რეზინი. 400. 400 ლარი მივიღეთ. აი პროსტა იმიტომ რომ ბევრი ფული მაქვს. 500 ლარი, ბოლომდე all-in 600. 601. დანარჩენებზე ვიქნები ეშმაკი მარჯვენა მხარზე თუ გამიშებთ 602 და 600 მე ვიცი ამდენადაც აგაღიდული. 3 გაყიდული. It's Britney bitch. თქვენი all-in-ი შემოხვედით ბრიტნი სპირსის დაღეჭილ კევზე? აღზნებულმა ტიპმა იყიდა ვიღაცა. მე აუცილებლად ვიტირებდი ბენის ადგილას, ოღონდ იმიტომ 14,000 დოლარი. მე 2 მილიონი გავწურეთ, მე აბა თქვენი ცით. მინდა რომ ესენი გავაგიჟო და რაღაც გავაკეთებ. წურავ რომ ხათოს არაფერი არ ეკნეო თელი თავისი დავალობაში. მე გეტყვით ასეთ რამეს. ის ადამიანი, ვისაც მაგალითად მთლიანად ვერ გახარჯავთ, შეიძლება შეიძინოთ რაღაც ლოტები, მაგრამ ვიღაცამ შეიძლება ვერ გახარჯოთ, რაც დაგრჩებათ, ყოველი 100 ლარი კონვერტირდება 20,000 დოლარში. ანუ თუ მაგალითად რაღაცა შეიძინეთ და 300 ლარი დაგრჩებათ, ჩათვალეთ, რომ თქვენს ქონებას 60,000 დოლარი დაემატება ზემოდან. გადავიდეთ მეგობრებო, შემდეგ ლოტზე, რომელიც გახლავთ პარკინგი 100 ლარს ხედავ, 100 ლარი მიღებულია 1700 გადავიხდიდი ამაში რომ რომელიც არ გაქვს. ესე იგი დიდი ქალაქების 1-200 ლარი მიღებულია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ზოგადად დიდ ქალაქებში პარკინგის ადგილის პოვნა. ხო და დღეს გაგვაქვს საშუალება მსოფლიო მეგაპოლისში, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე საპარკინგო ადგილის მოპოვების. რათა მეგობრებო, თქვენი ლაქშერი მანქანა, რომელიც ალბათ გეყოლებათ, უსაფრთხოდ დააყენოთ ხოლმე და მშვიდად დატოვოთ სანამ თქვენ საქმეებს შეუდგებით მეგობრებო. 300 ლარი 1 ხათოს რა ინაღდება ხა 400 მაინც მქონდეს სხვა თუ არაფერი. 600 700. 701 სვას გადავუხდი. სვას 700 2 700 ოპ 3 გაყიდული. ხათო რას ელოდება? წარმოდგენა არ მაქვს, აი წარმოდგენა არ მაქვს. ნიკუშ, კარგია რომ შენ არ ელოდები ჩემო ძმაო, იმიტომ რომ ამ ლოტის ღირებულება გახლავთ 1 მილიონი დოლარი. მანჰეტენზე საპარკინგო ადგილის ღირებულება, რომელიც გაიყიდა 1 მილიონ დოლარად. სხვათა შორის ძალიან ბევრი ადამიანი წერს კომენტარებში, ამ ლოტებს მართლა ატანთო და რა თქმა უნდა, მეგობრებო, მართლა ვატანთ. აბა ტყუილად ხო არ გამოგვაქვს აუქციონზე, ვინც დაინტერესდებით მანჰეტენზე საპარკინგო ადგილებით 1-2 წელი საკმაოდ კარგი ადგილი. დამრჩა შეგიძლიათ მომწეროთ. ასევე შეიძლება მაგალითად პარკინგამდე მანქანის შეძენით დაინტერესდეთ, ამიტომ შეგიძლიათ რომ კრედო ბანკის მობაილ აპლიკაციაში მოითხოვოთ ავტოსესხი თქვენი ახალი ავტომობილის შესაძენად, ან შეიძლება გყავთ უკვე ახალი ავტომობილი, მაგრამ არსებული ავტომობილის უზრუნველყოფით შეგიძლიათ მაინც აიღოთ ავტოსესხი სხვა ნებისმიერი საჭიროების ან სურვილის დასაფინანსებლად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ შემოსავლების დადასტურების გარეშე იღებთ ამ სესხს და თან მართვის უფლებაც ისევ თქვენ სახელზე რჩება. მოითხოვეთ ავტოსესხი MyCredos მობაილ ბანკის აპლიკაციით. ლოტი ნომერი 12, ხათო იაქტიურე. ვაუ, ეს კაია. რამდენს ბიდავთ? 200. 200 ლარით. 200 ლარით დაიწყო. გადავა 300, კატო ეს რამე 400, 500. 500 მე ჯერ არა მიხსენია. 600.
ოლინი 700 შემოვიდა ნიკათია ჯერ 800 კატო იძახის მეგობრებო მე მაინც ანუ არაფერი არ მithქვამს თუმცა ამ არაფრის თქმით 800 ლარზე ავედ მოდი ხა აგიხსეთ შეიძლება საერთოდ არ არის თქვენ სასურველი მაგრამ საინტერესო ლოტია ეს გახლავთ ბრაიან ჯონსონის დაბერების საწინააღმდეგო 4 თვიანი პროცედურა 4 თვიანი ეს არის ადამიანი რომელიც სწავლობს მარადიულ სიცოცხლეს და ცდილობს იპოვოს ახალი გზები რათა შეაჩეროს დაბერება და გაახანგრძლიოს სიცოცხლე 150 წლამდე თუ თქვენ ამ გაახალგაზრდავების 4 თვიან კურსს გაივლით მინდა გითხრათ რომ თავს ისევ თინეიჯერებით იგრძნობთ 800 ლარი აქვს ჩვენს კატოს 800 1 900 ლარი 1000 ლარი მე ხათოს ადგილზე არ დაუნებდებოდი 1001 1002 1100 ოპა 1101 1200 ფაქტია რომ გოგონებს გაახალგაზრდავება უნდათ 1203 1300 ხათო რაც არ დახარჯა ეხლა უნდა აიღოს 1301 1302 ხა დათუნა უნდა გადაურტყას და ორივე გოგო უნდა დაადუმოს 1300 მე მათყობს ამან რო დახარჯოს 3 გაყიდული ხათო მე შეგითხარი რომ იაქტიურეთ ხო მაგრამ ასეთ აქტიურობასაც არ მომდა 1300 გადაიხადე ამ ხელა არავის არ გადაუხდია მეგობრებო ჩვენი გაახალგაზრდავების 4 თვიანი კურსი გაახლავთ $666,000 რა ეს შემაკისეული ციფრია პირველ ლოტს გილოცავ რომელიც მგონი ცოტა ძვირი დაგიზდა ჩემო ხათო თუმცა გრძელდება ჩვენი აუქციონი ხო ვაფშე არ დახარჯა და ბოლომდე შეინახავ სანამ შემდეგ ლოტზე გადავალთ მადლობა ჩვენს გენერალურ სპონსორს ამბასადორბეთს კრედობანკს და აი ამ უგემრიელეს ულამაზეს სასმელს სომერსბის რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა სუპერმარკეტებში და აუცილებლად მიირთმით ყინულთან ერთად ჩაციებული. აი მე ჩავცალე ლაშა ისეთი გემრიელი იყო ჩავცალე. ხო, შენ სხვა საქმე აღარ გაქვს პრინციპში მენი და. ლოტი ნომერი 13 ჩვენს სტუდიასა და ულამაზეს სახელოსნო ბარში რომელიც ყოველთვის მზად არის რომ სივრცე გამოყოს ჩვენს გადაღებებისთვის გახლავთ ტატუ ბრილიანტები და 100 ლარს ხედავ 200 ლარსაც ხედავ 700 ლარი ნიკამ ცოტა გარისკა და პირდაპირ ოლი შემოვიდა ფული მეტი არა ხო მეტი არა ამიტომ პირდაპირ ახსნის გარშე 800 ლარი გასაგებია მიუხედავად იმისა რომ ტატუების უმრავლესობა მეგობრებო არც გაგიკვირდებათ რომ მელნით კეთდება ეს კონკრეტული ტატუ გახლავთ ბრილიანტებით გაკეთებული. ამ ბრილიანტებს შიმანსკის ბრენდის ელჩთა მოდელს მინკი ვესტჰუიზენზე აი ჩვენ დევიდ ოსკარსონი ხო ეს ბანაობის დროს ბეჭებს იხეხავ ეს გახლავთ დეკორატიული ტატუ რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჰქონდა ამ ადამიანს და მინდა გითხრათ რომ მინკი ვესტჰუიზენი 8 საათის განმავლობაში გაუძლევლად იდგა და ამკობდნენ აი ამ ბრილიანტებით ამ ტატუს 801 900 ლარი ეს ისევ წეწავს მეგონი შეუჩნდა ეს ვაყიდინებ კიდე და დავხარდება 901 902 დავუთმობ ამჯერად და 903 ვაიმე მე თქვენს ადგილას მართლა ესე გემრიელად წნაირად შვიდათ მოვწრუპავდი უგემრიელეს სომერსბის რადგან ამ ლოტის ღირებულება გახლავთ $924,000 კარგი შენაძენი რეალურად ეს გახლავთ ყველაზე ძვირად ღირებული ტატუ რაც კი ოდესმე შექმნილა ჩვენი აუქციონი გრძელდება რომელიც გახლავთ ადოლფ ჰიტლერის ნახატი მეგობრებო ეს ჩვენი ადოლფ ჰიტლერი სანამ ჩვენი რეალური სამყაროს ანტაგონისტად გადაიქცეოდა და მსოფლიოს შეაზანზარებდა და დაიპყრობდა ერთი ჩვეულებრივი ავსტრიელი ხატვარი ბიჭი იყო დღეს კი თქვენ გეძლევათ უნიკალური შანსი რომ მისი ესეთი ისტორიული ნახატი შეიძინოთ 100 ლარი თქვენ 700 ამბობთ 200 300 ხერი 400 500 600 700 უნდა გეთქვა ხო 700 უნდა გეთქვა რომ ეს 800 იტყოდა თუმცა 800 შემოდის კატო 800 ადოლფ ჰიტლერის ნახატში 800 ლარი 900 1000 1000 1001
1000, 1, 1000, ეს მე 2. რამდენეს ლექს 1101 დათუნას მიუმართავ მაშინ 1000 არის 2 1103 დათუნას ინტუიცია კარნახობს რომ ამ ლოტზე არ უნდა გაყვეს მით უმეტეს 1200 ლარად არა, ინტუიციას არის. ხილო არ უნდა მიეძებ. არა ამაზე მე მგონი გამოიცნო ჩემმა დათუნამ იმიტომ რომ ამ ლოტის ღირებულება გახლავთ 550,000 დოლარი ხანტომ სერიოზული კუშები გაიტყორცნა მე გეტყვით რომ არ მორჩენილა ჩვენი აუქციონი და ჩვენ სტუდიაში შემოვა მე-15 ლოტი რომელიც გახლავთ ბენზემას რამდენს 100 ლარი ბენზემას ბრილიანტებით მოჭედილი ბურთი მე ვფიქრობ რომ არ უნდა იყიდოთ თქვენ და 100-ში მაყიდინოთ. 100 ლარი უკვე გაბიდულია შეგიძლიათ 200 300 400 400 იყო დიკასი ზელო 500 ჯერ არ ნახე ინფორმაცია არ მაქვს აი გითხარი ჯერ აბა 500 ლარი მიღებულია თანხებს გაუფრთხილდით მე ხა აგიხსნით და მე შეგიძლიათ რომ გაბიდოთ ეს გახავთ ბრილიანტებით მოჭედილი ბურთი ყველა ბურთისგან გამორჩეული აშკარად ხედავთ რადგან ბენზემამ 1250 კარატიანი ფეხბურთის ბურთი 72000 ბრილიანტის ნაწილით შექმნა ნაწილები, ანუ კარატიანები არ არის. ხო ნახეთ 72000 პატარა ბრილიანტის ნაწილებით არის შექმნილი მე ხა დავიწყებ ათვლას 501 600 ლარი გადავიდა ჩვენს ნიკატიემჯზე 700 დათუნას ინტუიცია ისევე უბნება რომ არ შეყვეს არა ეს ამაზე უნდა გქონოდა ხილვა და 700 სათამაშოა 3 ხატო თქვენ სათამაშოს ეძახით 72000 ბრილიანტის მოჭედილ ბურთს მომეცი ბენზემას ბურთი. რომელიც გახლავთ უნიკალური 250,000 დოლარი. ამაზე მაინც ხო გადავჭი 72,000-მა იმასქნა გადაწონა. მაგრამ გრძელდება ჩვენი აუქციონი, მეგობრებო, ერთი გემრიელი ტაში თუ შეიძლება, რადგან ახლა აუქციონზე შემოვა მე-16 ლოტი, რომელიც გახლავთ სალვადორ დალის ტელეფონი. 100 ლარი. არ ჩქარობს ნიკუშა? 300. მოიცეთ 500 700 გასაგებია. ახლა უკვე ისეთი მოცემულობა გვაქვს, რომ 700 ლარი თქვა ნიკუშამ და დათუნა არ ვიცი, შეხედავს ინფორმაციას. მე მოგაწვით შენ გადაწყვეტა იყიდი თუ არა. ეს გახლავთ მეგობრებო, სალვადორ დალი როგორც ექსტრავაგანტული პიროვნებაც იყო, ისეთივე ექსტრავაგანტული ტელეფონი შექმნა. ის მას ლობსტერ ტელეფონს ეძახდა მისი უნიკალური ყურმილის გამო, მე თქვენ სხვა ფოტოსაც განახებთ. აშკარად ლობსტერის ფორმის არის ოღონდ ყურმილზე მაქვს საუბარი. სალვადორ დალიმ ასეთი 11 ტელეფონი შექმნა ყველა ედუარდ ჯეიმსისათვის 1930-იან წლებში, საიდანაც 4 წითლად, ხოლო 7 თეთრად იყო შეღებული. თქვენ ახლა აპირებთ რომ შეიძინოთ თეთრი ლობსტერის სალვადორ დალის ტელეფონი. 800 ლარი გადაარტყა ჩვენმა დათუნამ. გაყიდულია. ზუსტად ვიცი რომ ბევრი არ ღირს ჩემი აზრით. უბრალოდ თეთრმა დამაბნია, რომ აი ერთი თეთრი და დანარჩენი აა 4 თეთრი. მაინც ძვირი იქნება. დამიტოვე თუ გინდა 700. წაიღებ. მე გეტყვით რომ ჩვენმა დათუნამ შეიძინა გული არ გამისკდეს. 1,60,000 ღირებულების ლოტი და მინდა გითხრათ რომ ჩვენი აუქციონი დასრულდა მეგობრებო. მე ყველა სტუმარს ვეუბნები რომ ამ თამაშს იგებს უფრო მეტად ინტუიცია და არა ლოგიკა. ამ ადამიანმა თქვა რომ ინტუიციაში ძალიან მაგარი ვარო და ნამდვილად ბრავო. დათუნა ბოლო ლოტზე გამარჯვება წაართვა ჩვენს ნიკუშას. ნიკუშას სამწუხაროდ, მაგრამ დათუნა საბედნიეროდ, რომელმაც დააგროვა 2,775,150 დოლარი, თუ რამე მეშლება ციფრობრივად, აქ გრაფიკულად ამონაცდება ყველა ადგილოსანის ღირებულება. მეგობრებო, უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ უყურეთ ვიდეოს, გლიჯეთ ლაიქს, აუცილებლად თუ გნებავთ, რომ ახალი ეპიზოდი უმალვე შემოგთავაზოთ. მადლობა ჩვენ სპონსორებს, ამბასადორებს, კრედოს და სომერსპის და მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად. წარმატებები!